ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, როდესაც საქართველოს განათლების სისტემაში დაიწყო რეფორმები და შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ თურმე ის გამოცდები, რომელსაც ჩვენ ვაბარებდით, აღარ არის საჭირო და გაუქმდა. დღეს რა თქმა უნდა იცვლება და ადაპტაციას გადის ეს განათლების სისტემა და სწორედ დღეს ეს განვიხილეთ და მე მინდა უფრო პოლიტიკური შეფასება მივცი ამას. ზოგადად, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ საკითხზე ვსაუბრობთ და პრობლემაზე ვსაუბრობთ და ვეძებთ დასკვნებს, რომ რა არის აქედან გამოსავალი, მივდივართ იქამდე, რომ თურმე განათლება არის ქვეყანაში მთავარი პრობლემა. და ზოგადად რა არის ამ განათლების მიზანი, რომ ადამიანმა შეძლოს უსაფრთხო და კონკურენტული ცხოვრება, სიმშვიდისა და სულიერი მდგრადობის მოპოვება, გარემოს გაუმჯობესება და მატერიალური კეთილდღეობა და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავსვათ კითხვა, პასუხობს კი დღეს განათლების სისტემა, სკოლები და უნივერსიტეტები ამ გამოწვევებს და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც დღეს თანამედროვე შრომის ბაზარი მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ რეალურად და ხარისხიანად არ პასუხობს, სწორედ ჩვენ ამაზე მუშაობთ და თქვენ პროფესიონალები ამაზე მუშაობთ, რომ ეს დადღეს დღის წესრიგში, თუმცა დღეს არის ძალიან დიდი ხარვეზები განსაკუთრებით რეგიონის სკოლებში და მე უშუალოდ როგორც საქართველოს მოქალაქეს ეს მაწუხებს, იმიტომ რომ შემდეგ ეს განათლების დაბალი დონე გამოვლინდება სხვადასხვა ქმედებებში, კრიმინალის ზრდაში, ყველაზე რაც მტკივნეულია და ასე შემდეგ. მოკლედ აღარ შევეხები. და დღეს მოსწავლეები განწირული არიან თვითგანათლებისთვის. ნუ ეხლა თვითგანათლება ცუდი არ არის, თუმცა ჩვენ ამაში ფულს ხარჯავთ, იხარჯება ბიუჯეტის ფული და ჩვენ ვითხოვთ შედეგებს. მე გიორგი სუთიძე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვითხოვ განათლების მინისტრისგან და მთელი ამ სტრუქტურისგან შედეგებს და ძალიან ვთხოვ, მე მინდოდა რომ დღეს აქ ყოფილიყო ეს ადამიანი და თუ ეს შედეგები არ განხორციელდება და არ დაიდება შედეგები, ნუ ჩვენ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, იმიტომ რომ როდესაც არის პრობლემა, შემდეგ წყდება როგორ იცით, რომ იცვლება განათლების მინისტრი. ეს არ არის ხალხო გამოსავალი. უკვე მე-15 თუ მე-16 განათლების მინისტრი შეიცვალა და ეხლა პრობლემები არის და ამას ჭირდება რაღაც სხვა მეთოდი და მეთოდოლოგია, რომელზეც მე მადლობას გიხდით, რომ დღეს ისაუბრეთ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით მიდის შრომა, მაგრამ განათლების სისტემა არის კვალიფიციური პედაგოგი. თუ არ არის, რაც არ უნდა ინფრასტრუქტურა იყოს, თუ არ არის პედაგოგი, ვერასწავლი მოსწავლეს. მადლობა ამის თქმა მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა. დღეს